გამარჯობა. ეხლა მივდივართ. სად მივდივართ, ამა? სტრასბურგში. So cute. ეხლა მოვედით ცენტრალურ სადგურზე და ველოდებით ჩვენს ბაქანთან დგავართ, გავალთ 9 საათში და ძალიან გვიხარია, არ ვიცი, რა მოლოდინები გაქვთ, აბა დავიწყოთ. მგონია რომ ძალიან მომეწონება, იმიტომ რომ რაღაც სურათები ვნახე და მგონია რომ აი რაღაცნაირი ძველი ევროპული ქალაქია და საყვარელი და კუსკუსა. ანუ განსხვავებულია სხვა ქვეყნებისგან, სადაც ნამყოფი ვარ და ძალიან მომეწონება. ნია, შენ რა მოლოდინები გაქვთ? რა მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ანისთან და ანასთან ერთად არ მაქვს მაჩთარე და ესე. თავია კაი ხალხთან, კაი დროს გავატარეთ. ეს ქართული ისა რა, კაი ხალხი. კაი ხალხი, კაი დროს გატარება, ხო. გაჩვენებთ ყველაფერს, მივდივართ 2 დღით, 1 ღამე იქ დავრჩებით და გაგვიზიარეთ, როგორ მოგეწანებათ ბოლოს. მინდა რომ დაგათვალიერებინოთ გარშემო რა ხდება, ვაი. და ფრთხილად უნდა იყოთ, რომ რამე არ მოგპაროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია და სხვადასხვა ეროვნების, ამიტომ იყავით ყურადღებით მსგავს ადგილებში. ესე იგი, აქედან მიმდებარე ქვეყნებში გადის მატარებლები. ძალიან ბევრ ქალაქში შეგიძლიათ გადმოწეროთ სპეციალურად აპლიკაციაც და შეამოწმოთ რომელ ქალაქებში გადის ბილეთები საკმაოდ მისაღებ ფასად არის მით უმეტეს თუ წინასწარ იყიდით მაგ შემთხვევაში ძალიან კარგი ფასი გამოვა და არის ძალიან ბევრი კაფე, რესტორანი რომ მიირთვათ სანამ ველოდებით და ჩვენც ახლა ვიყიდით წყლებს. ჩამოვედით სტრასბურგში და ვიმგზავრეთ არაჩვეუნა. მე არ მოგატყუავთ, მეორე მატარებელი იყო საშინლად ცუდი და გათხოვებად კონდიციონერიც არ იყო. მაგრამ ხო, უფრო ნაკლები დრო დასჭირდა მაგრამ. რამდენიმე ფაზა მინდა რომ ვისწავლო, რომ აი ვიცი. Bonjour. მოწესრიგებული, დავარცხნილი ქალაქი. რამდენი ველოსიპედია? გიჟდები. როგორი სკრაპია, მანია, კარგად აშორებს ხოლმე. რავან? აქედან 40 წუთში. აქეთ ესეც ხედი. მოვედით მეგობრებო და ძალიან კარგად გულს არის ეს სტუმრო ცენტრის ცენტრში, არ ვიცი, იდეალური ადგილი არის. ვაიმე. ეხლა ცოტას დავისვენებთ და ჩავალთ საჭმელოდ. ძალიან ცხელ. მე მგონი გერმანიაზე უფრო მეტად ცხელა. არ ვიცი, ან რომ ვიმგზავრეთ მაგიტო. აი ეს არის ჩვენი ოთახი. პრინციპში სასტუმრო არის, ძალიან პატარ-პატარა ოთახები და ნახეთ როგორი საყვარელი შენობაა. მივდივართ საჭმელად. აი ჩვენ გეგმაში რა გვაქვს, მოდი ორი დისტყოთ, ეგეც ვთქვათ, ჩვენ გვინდა რომ ახლა მივირთვათ გემრიელად, მერე წავიდეთ, ნახოთ კათედრალური პრინციპში სახლთან გვაქვს სად გვაჩქარებო, მაგრამ 1-2 მნიშვნელოვანი სანახაობა უნდა ვნახოთ აუცილებლად. ჩვენი მერე იყოს. ყველაფერი მართლა აი, ეს ცოლები რა თქმა უნდა მაგის ცოტა. ხო, ქვედან ქვედას ზუსტად არ ვიცი. რომელია? მე ჭიქაშა. Sorry, what was the
როგორი ნაყინიანია? კაია. ძალიან კაია, ხო? აი უნიკოში თუ მოხვდებით, მეგობრებო, ეს მაისურები არის ყველაზე კომფორტული გამოგონება, იმიტომ რომ აღარ გჭირდებათ ბიუსჰალტერის ჩაცმა. ეს არის აი არ ვიცი სასწაული. ასევე კაბები არის იგივენაირად. არაფრის ჩაცმა აღარ გჭირდებათ და არ ვიცი, ეს არის ძალიან დიდი კომფორტი ჩემი აზრით. მეგობრებო, ახლა განვიხილავდით სხვადასხვა მაღაზიებს, ცოტა წავიშოპინგეთ და გაგიზიარებთ ჩვენ აზრს. მოდი დავიწყები უნიკოლოთი, იმიტომ რომ ანუ ფანი ვარ და ნია მიყიდა თეთრი მაისური, რომელიც ემსახურება მუდამ ყოველთვის. უნდა გეგდოს რა. ძალიან კაია, კარგი ყელით და ასე შემდეგ და მეც ვიყიდე უამრავი მაისური და მე დაგათვალებინათ ანა მიყიდა ლარიოსად მილიარდი რაღაცა პრაიმარკში და რა ვიცი გამოვიდა უზომოდ კმაყოფილი ხო ან თავი დაგვიქნიე? კი. ძალიან კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ. ესეთ ლამაზ ქუჩაზე მივსეირნოთ. და ყველაფერი უკვე ნელა იკეტება. ხვალ დრო გვაქვს 3 საათამდე და კიდევ გამოვალთ და კიდევ გავისეირნოთ. დღეს გავსინდა სტრასბურგის კოლაკოს, ანუ მოგეხსენება რომ საქართველოში გვაქვს განუმეორებელი კოლაკო, აი უտარა წყალი გვაქვს. იდეალური და აი ამათიც მახოთ ხა. შეკუთოს არ შეეხება იდენტურია ხა. და სახელები. კი, ამათ სახელები უწერია. ეს წერა, მაგრამ რაღაცა მგონია რომ ჩვენი უფრო კაია. ეს რაინ როგორ ჭყონია სპონსორა. დავლიე დამიკავშირეთ კოლაკოში. როგორია ისა? ან კაია. არა, ნორმა. ანუ ჩვენჯობია. დავნებდეთ ახლა საქართველოს არის, მაგრამ რაღაც ეპიზოდე მოაქვს. თელი ვლოგის მანძილზე მე რასაც ვიყავ ეს ვაკო საქართველოსზე ხას უნდა რა. თქვი რა საქართველოსი ჯობია. ჩვენჯობია. მაღაზიები დაიკეტა, მაგრამ კიკოში 70%-იანი ფასდაკრებაა და window shopping. ესე შორიდან ვაკვირდებით. მოვედით აი ესეთ ლამაზ ადგილას, ესეთი ხედი, ძალიან დიდი ხანი კი არა, არასდროს არ მინახავს, მე მგონი, არ ვიცი, ეს ხედზე უდი არ დამილევია. სასწაულია. და სხვათა შორის უკვე მეორედ დავლია ლუდი სტრასბურგში და ორივე არის არაჩვეულებრივი, ძალიან მომეწონა. არა, ანუ მე მიყვარს ესეთი. ცოტა განი გავჩენ. აქ ჩამოვიდეთ ხო? რომელი? დაშაქრულები აღარ მეყვარს რაღაც ასაკში. უშაქროები. ახლა გავდივართ გარეთ. წავედით. ნახე როგორი ცოცხალია ქალაქი, აჰა. ცხოვრობს ცენტრის ცენტრში. მაინც იწყება. მეგობრებო, ხვალ არის 36 გრადუსი და რა გვეშველება არ ვიცი. თუ არ გამოვჩნდი, შეიცოდეთ და მოვყვდით. ძალიან ცხელა. და კონდიციონერი თითქმის არცადარ არის და ეს რა შვება მკეს. რომანტია. კარგად ვარ? ეხლა მოვედით მაკდონალდში
და ისეთი სიბინძურია და ისეთი ცუდი გარემოა, რომ არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ თვითონ ბურგერი კარგი იქნება, მე შევყვეთ Big Mac-ი და ეს ტრადიცია მაქვს, რომ ქვეყანაში ჩავდივარ, სინჯავ ხოლმე Big Mac-ს და Coca-Cola-ს და ფრიზს, რა თქმა უნდა, მენიუს. ამიტომ გეტყვით, როგორ მომწონება საფრანგეთში, სტრასბურგში, მაგდრიდში. ეს არის ჩემი ახალი მაისური ინკლოში რაც ვიყიდე და არის ძალიან კომფორტული. თან ისეთი გრილი არის და ისეთი კაი აქაურებისთვის რომ არის თან უდოს. კიდე გაჩვენებს რა ვიყიდე ინკლოში, ოღონდ ჯერ ჩავიდეთ ფრანკფურტში სიგრილეში. უცბად სიგრილე არ დაგვხდეს, იქ კიდე უფრო ცხელა მე მგონი. არ ვიცი, მეგობრებო, მე ესეთი რამე არ მინახავს. როდესაც იცი, არა, ჩვენო ჩავიდეთ. როდესაც იცი, რომ ესეც ცხელა და 40 გრადუსებია და 15 გრადუსებია, როგორ შეიძლება რომ კონდიციონერი არსად არ დააყენო და ყველგან ესე ბუნებრივად, არ ვიცი. აი მაგალითად კვიპროსზე ყველა მიცის რომ ძალიან ცხელა და ყველგან არის კონდიციონერი. სხვათა შორის ღია კაფეები რო არის, როდესაც ჩამოხსნილია ის, იქაც კი ჩართული არის კონდიციონერი. აი, არ ვიცი, მაგ მხრივ მართლა დაიღალოს იქაურობა, ძალიან კომფორტული არის. სახლში ყველასთან კონდიციონერია და აქ არც ერთ სახლში და არც ერთ სასტუმროში არ შემხვდა. ამიტომ ხო დასკვნად თქვენ გამოიტანეთ. არა. Big Mac-ი რა. ყველგან ყუთით რა მოდის Big Mac-ი. როგორი ბურგერია. ეხლა გამოვიდით სასტუმროდან ჩვენ ოთახიდან. უნდა ჩავაბაროთ ეს გასაღები. და დღეს ამ საათზე გვაქვს უკვე დაბრუნება ფრანკფურტში. ვაიმე, დავშტაბებით ტრანსპორტს. ეხლა ძალიან საყვარელ საცხოში ფრანკფურტში და მე ავიღე ეკლერი და პენ შოკოლა. მე წარიმდები ფრანგული აქცენტი გქონდეს და არ მაქვს. მაგრამ ძალიან საყვარელია ქაულა. ანა მაგდრი დავწყებინეთ შოუ. და დაგაცვალებია რა, ხო ხარ. მე დამახმარება. ჩემი საყვარელი ეკლერი არის ეს. ასევე მაკარონებიც გასწვეთს კაი იდეაა, მაგრამ საუზმეზე დიდად არ. ასევე ცივი წყალი ავიღე. და ეხლა წავალ სანაპიროსთან კანალებთან დავხდებით. იქ მივიცვალ და მე გავისმინე გემს. ჩვენ გემის ტური და შემოვივლით სტრასბურგს. აი ნია, ანა, მაგრამ ვიყიდეთ ესეთი ფრანგული, რომელიც მოგწონთ დაწერეთ კომენტარებში. მოკლედ, არ ვიცი, ისე ცხელა რა ცოტა შოკში ვართ. ჯობია გავჩვენდეთ და რაღაცებს გადავიღებ, გაჩვენებთ რა სილამაზეა. ანა ეს 36 გრადუსში შუა დღეს რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ავიდეს ბოლტში. გუში ხარ.
ეხლა მოვედით ამ კათედრალთან, იმიტომ რომ გვინდა რომ შევიდეთ შიგნითაც. ძალიან ლამაზი არის და დღეს უკვე ბრუნდებით ფრანკფურტში, ამიტომ ეს აუცილებლად უნდა მოვასწროთ და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.